სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის ვესტიბიულში ხალხმრავლობაა. ქართველი მეცნიერები და კომპანიების წარმომადგენლები ემზადებიან საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის პირველ სამეცნიერო ბიზნეს სამეწარმეო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამეწარმეო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ითვალისწინებს ახალი ინოვაციური ბიზნეს პროექტების საკონკურსო განხილვას და გამარჯვებულებისთვის გრანტების გადაცემას. ზუსტად 10 საათზე საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ხოხობაშვილი ესალმება კონფერენციის სტუმრებს, მონაწილეებსა და მაღალ ჟიურის. ახსენებს მათ მუშაობის რეგლამენტს და კონფერენციის ძირითად მიზანს. სამეწარმეო დარგის ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პროფესიონალების შეხვედრების მეშვეობით ხელი შეეწყოს პარტნიორობის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ახალ სამეწარმეო საქმიანობაში. ორგანიზატორებისა და ჟიურის სახელით შეკრებილთ მიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრმა პოლ კლეინმა, ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის სამრეწველო პროგრამის უფროსმა პროგრამ მენეჯერმა, რომელმაც ბრძანა. ასეთი სამეწარმეო კონფერენციის მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს სამეწარმეო ბიზნეს პროფესიონალებისა და ტექნოლოგების შეხვედრის ადგილს, სადაც ისინი პოულობენ ერთმანეთს და ერთობლივად იწყებენ ახალ ინიციატივებს. 10 საათსა და 30 წუთზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მათი ბიზნეს პარტნიორის შეპესევეგას სახელით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა პროექტის ლითონის აეროპლაზმური ჭრის ხელის პლაზმატრონის ახალი მოდელის შექმნა და წარმოება, თანაავტორი დავით გელენიძე. კონფერენციის მონაწილეები, კონკურენტი ინოვაციური პროექტების ავტორები და მაღალი ჟიური ყურადღებით უსმენდნენ გამოსვლას, რომელიც საუბრობდა წარმოდგენილი პროექტის მაღალ ეფექტურობაზე. სურვილზე ითანამშრომლონ იმ ქართველ ტექნოლოგიურ ცენტრთან, რომელიც მუშაობს პლაზმურ ტექნოლოგიებზე, დანადგარებზე და უნივერსალურ ტყუშიან ძრავებზე. ბოლოს მომხსენებელმა პასუხი გასცა კონფერენციის მონაწილეებისა და ჟიურის წევრების კითხვებს. შემდეგი ინოვაციური პროექტი ახალი მასალები გზის საფარისათვის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტისა და კომპანია კავკასუს რუად პროექტის ერთობლივი ნამუშევარი წარმოადგინა პროექტის თანაავტორმა დავით ყუფარაძემ. მან ისაუბრა გზების იმ სამშენებლო სამთო მასალების შესახებ, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, მიესადაგება საქართველოს ბუნებრივ პირობებს და ინფრასტრუქტურას, თან ეკონომიკურადაც ეფექტურია. დარბაზი კმაყოფილი დარჩა დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული ამომწურავი პასუხებით. მცირე შესვენების შემდეგ კონფერენციის მონაწილეების წინაშე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკური კვლევების ლაბორატორიამ და შეპესე დობერამ წარმოადგინეს ერთობლივი პროექტი. მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების და საწარმოო პროდუქციის დაცვის პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიული სისტემის წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება. მომხსენებელი პროექტის თანაავტორი გიორგი კაკაურიძე. წარმოდგენილი პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიული დაცვის სისტემა დაფუძნებულია სინათლის პოლარიზაციის თვისებებზე, პოლარიზაციულად მგრძნობიარე მასალის გამოყენებაზე, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს დაცვის დონეს. მოხსენებასთან ერთად ავტორთა კოლექტივმა ჟიურის წევრებს წარუდგინა პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიული დაცვის სისტემის მქონე ნიმუშები, რომლებსაც ჟიურის წევრები ყურადღებით გაეცვლნენ. პური მარგი ჯანსაღი საკვები ყველასათვის. ასეთი სათაური წარადგინა საკუთარი პროექტი ავტორთა ჯგუფმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგანსნეულებათა კათედრიდან და მათმა პარტნიორმა შეპესე ეკვატორმა. მომხსენებელმა გელას ულაბერიძემ ისაუბრა მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი პურის მარგის ცხობის ტექნოლოგიისა და წარმოების ეკონომიკური ეფექტურობის შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პურის სასარგებლო თვისებებს. დამსწრე საზოგადოებამ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა მარგის მიმართ. თბილისელი მონაწილეები ქუთაისელებმა შეცვალეს. ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტისა და სააქციო საზოგადოება ტრაქტორის ერთობლივი ინოვაციური პროექტი წამყვანი თვლების დრეკადი ქუროები ავტორთა კოლექტივის სახელით წარმოადგინა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის განყოფილების გამგემ თამაზ რუსაძემ. მან ისაუბრა რეზინის დრეკად ელემენტიანი ქუროების არაჩვეულებრივ თვისებებზე. იმაზე, რომ მათი მეშვეობით მცირდება დინამიკური დატვირთვა, უმჯობესდება გამოვლობა და იზრდება მწარმოებლობა.
მორიკის შესვენების შემდეგ ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგემ ნინო ჭანიშვილმა წარმოადგინა ხსენებული ინსტიტუტისა და კომპანია შეპესე სანტე GMT პროდუქტის ერთობლივი პროექტი კავკასიური ტრადიციული რძემჟავა პროდუქტების სტანდარტული დედოების მიღების ბიზნეს გეგმის შემუშავება. მომხსენებელმა ისაუბრა მათ მიერ შემუშავებული მეთოდით მიღებული რძის პროდუქტების დედოზე, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და ქართული წარმოების რძის პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გატანის პერსპექტივებს. შემდეგი ნახევარი საათი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და შეპესე ლონგევიტას პროექტის ანტიოქსიდ G-ს განხილვას დაეთმო. პროექტი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მეცნიერ-მუშაკმა ლევან შანიძემ. მან ისაუბრა მაღალი ხარისხის ყურძნის წიბწის მშრალი ექსტრაქტის წარმოების პრობლემებზე, რომელიც კატეხინების, პროანთოსიანიდებისა და სხვათა მაღალი შემცველობით გამოირჩევა, აჩქარებს მკურნალობის პროცესს და ამცირებს სამედიცინო პრეპარატების გამოყენების საჭიროებას. სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონგადამამუშავებელი ტექნოლოგიებისა და მასალათმცოდნეობის კათედრის პროფესორმა ომარ მიქაძემ შეცვალა, რომელმაც წარმოადგინა ხსენებული კათედრისა და შეპესე ელექტრონული ტექნოლოგიების ერთობლივი პროექტი, ქრომის ფუძის ევტექტიკური სუპერშენადნობის მხურვალ-მედეგობის გაზრდის ახალი ტექნოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დასახელება ამ სფეროში კონფერენციის არაპროფესიონალი მონაწილეებისთვის ძნელად გასაგები იყო, ჟიურის წევრების გამომეტყველება პროექტანტებისთვის საკმაოდ იმედიანი ჩანდა. რამე თუ ავტორებმა დამაჯერებლად აჩვენეს, რომ ქრომის ევტექტიკური სუპერშენადნობის მაღალტემპერატურული პროტექტორული დანაფარების მიღება ელექტრონულ სხივური აორთქლებისა და კონდენსაციის მეთოდით საკმაოდ პერსპექტიულია. 6 საათიანი მუშაობის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს, სტუმრებსა და თავისი რიგის მომლოდინე პროექტანტებს დაღლა დაეტყოთ. მხოლოდ ჟიური და ორგანიზატორები გამოიყურებოდნენ ხნედ. სხვა გზა არც ჰქონდა. თუმცა საქართველოს მეწარმეთა კავშირისა და სააქციო საზოგადოება ელექტროავტომატის პროექტი, მოტივტივე ჰიდროელექტროსადგურები, ზამთრისპირას ელექტროენერგიის ჩვეული დეფიციტით მდგარი საქართველოსათვის და აქედან გამომდინარე კონფერენციის მონაწილეებისათვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ყველანი გამოაცოცხლა. მეწარმეთა კავშირის მენეჯერმა თამაზ ვაშაკიძემ სპეციალიზებული